რუბრიკაში კვირის თემა განვიხილავთ მნიშვნელოვან მოვლენას. ხვალსაჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება, რასაც განახლებული ინფრასტრუქტურითა და ბევრი სიახლით ხვდებიან აფხაზეთის საჯარო სკოლები. ხვალ 14 სექტემბერს სრულიად საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. წელს 42,000 პირველ კლასელი პირველად შეაღებს სკოლის კარებს. სიახლეები, ცვლილებები, ემოციები და მონატრება მუდმივად ახლავს სასწავლო წლის დაწყებას და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. აფხაზეთის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყების წინასამზადისია და ეს სასწავლებლები გარკვეული სიახლეებით ხვდებიან სწავლის დაწყებას. დევნილ სკოლებში მოსწავლეებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. პირველ კლასელებს ნეტბუქები, სკოლის ყველა მოსწავლეს კი პროგრამის შესაბამისად ახალი და მეორადი სახელმძღვანელოებით დაურიგდებათ. იგეგმება აფხაზური ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედებაც. როგორც აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის ნომერ 2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია ამბობს, სკოლის ინფრასტრუქტურის განახლებაში მათ აფხაზეთის მთავრობა და კერძო კომპანიებიც დაეხმარნენ. ამ ზაფხულს გარემონტდა შემოსასვლელი დერეფანი და ამავე დროს გარემონტდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. აქვე მინდა აღვნიშნო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს განათლების სამინისტროს, რომელმაც სკოლას გადმოსცა 13,700 ლარის ღირებულების საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ველოდებით პირველ კლასელებს, ველოდებით ახალ წიგნებს და ასეთი ახალი განახლებული სასწავლო გარემოთი, გახალისებული გარემოთი ველოდებით ჩვენს მოსწავლეებს მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, ვუსურვო მათ წარმატებები. მე მიხარია სკოლაში მოსვლა, რადგან ჩემი მეგობრებს ვნახავ და ახალ მასწავლებლებს გავიცნობ. რო წავედი სკოლიდან სხვანაირი ჩანდა, ეხლა უფრო გაუმჯობესებულია. სკოლა დაგვდა სრულიად განახლებული და ხვდა ახალი ლაბორატორია და ვართ ძალიან ბედნიერები ამით, რადგან სკოლა უფრო ხელშეგვიწყობს ჩვენი განათლების ამაღლებაში. ჩემს თანატოლებს ვუსურვებ პირველ რიგში წარმატებას სკოლაში, სწავლაში და რა თქმა უნდა დიდ მიღწევებს. დღეს მოვედით სკოლაში ძალიან დადებითი ემოციით და პოზიტივით. ძალიან გვიხარია ნათელი ფერები სკოლაში, შემოტანილი ლაბორატორია. ჩვენი გადამღები ჯგუფი თბილისის ზღვაზე ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის ნომერ 3 საჯარო სკოლასაც ეწვია. ამ სკოლისთვის მთავარი პრობლემა შენობის მოუწესრიგებელი გარეთა ფასადია. ამის შესახებ სასწავლებლის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის დევნილთა და განსახლების სამინისტროს და ისინი დახმარების მოლოდინში არიან. წელს ამ სკოლაში 8 პირველ კლასელი შეაღებს სკოლის კარებს. როგორც სკოლის დირექტორი ქალბატონი სვეტლანა რურუა აცხადებს, ისინი მუდმივად გრძნობენ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერას და სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის მომავალშიც მათი დახმარების იმედი აქვთ. შეძლების დაგვარად მოვაწესრიგეთ სკოლის ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით გვიხარია ის, რომ წყობში ჩადგა საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია. ვცდილობთ განვახორციელოთ აფხაზური ენის საპილოტე პროგრამაც. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის მასწავლებელს. იმედია ვიპოვეთ ასეთ ადამიანს და ჩვენი აღსაზრდელები დაეუფლებიან მეორე სახელმწიფო ენას, აფხაზურ ენას. ექნებათ უკლებლო ყველას ახალი სახელმძღვანელოები, ექნებათ უკვე მოტანილია ბუკები პირველ კლასელებისათვის, ეყოლებათ ახალგაზრდა ენერგიით ახსავსე მასწავლებელი და დახვდებათ პატარა აფხაზეთი. დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ნახო ჩემი სკოლა რა მდგომარეობაშია და ასევე იმიტომ რომ დავეხმარო მასწავლებლებს. მე ძალიან კარგი განწყობით ვარ, ძალიან მაინტერესებს ახალი მასწავლებელი და ახალი კლასი. სკოლაში ძალიან კარგი განწყობა, ბავშვებშიც იგრძნობა, უკვე მოვედით სკოლაში, ვეხმარებით მშობლებს, დირექტორს, რომ დავალაგოთ სკოლა, გვაქვს ახალი სასწავლო ინვენტარი, გაგვიკეთეს ლაბორატორია და ძალიან გვიხარია სკოლის დაწყება. ჩვენც ბედნიერი და წარმატებული ახალი სასწავლო წელი ვუსურვოთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. გაცილებით რთულ და არასასურველ ვითარებაში მოუწიათ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამ. სოხუმის რეჟიმმა არაერთგზის დაანონსებული განცხადება გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ სისრულეში მოიყვანა. იქ მოქმედი 31 სკოლიდან მხოლოდ 11-ში იყო დარჩენილი ქართულენოვანი სწავლება. ახალი სასწავლო წლიდან კი გალის ამ სკოლებშიც შეიზღუდა მშობლიური ენა.
წელს სკოლაში მისულ პირველ კლასელებს დედაენის ნაცვლად რუსული აზბუკა დახვდათ. გალის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ნონა შონიას ინფორმაციით, აფხაზური მხარის ამ გადაწყვეტილებით გალის რაიონში არსებულ უკვე არც ერთ სასწავლო დაწესებულებას არ აქვს ქართული სკოლის სტატუსი და ქართული როგორც უცხო ენა რიგით საგნად ისწავლება. ქართული ენა, როგორც მოგეხსენებათ, პირველი კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით ისწავლებოდა ყველა სკოლის ყველა კლასში, მაგრამ ამ სასწავლო წლიდან სამწუხაროდ ქართველმა მოსწავლეებმა, რომლებიც წარმოადგენენ უდიდეს ნაწილს თელს გალის რაიონში, ქართველმა მასწავლებლებმა 1 სექტემბერი რუსული აზბუკით და რუსული წიგნებით, რუსული სახელმძღვანელოებით დაიწყეს იმ სახელმძღვანელოებით, რომლებიც დაბეჭდილია რუსულენოვანი მოსახლეობისათვის, რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის. თუმცა ქვედა ზონის სკოლების მოსწავლეებს ეს სახელმძღვანელოები სრულყოფილად არ გააჩნიათ და მიმდინარეობს მშობელთა ძალებით მათი შესყიდვა დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება პირველ-მეოთხე კლასებს, აქ ქართული ენა ძალიან შემცირებულია, მხოლოდ 3 საათი დაუტოვეს კვირეული დატვირთვა, სრულ 10 საათი თუ არის ვთქვათ პირველ კლასში კვირეული დატვირთვა, 7 საათი უფრო მეტია რასაკვირველია, მაგრამ 10 საათი თუ ქონდა ადრე ქართულს, ახლა 7 საათი ეთმობა რუსულ ენას, 3 საათი აქვს ქართულ ენას. ბავშვებისთვის ეს უცხო ენას წარმოადგენს რუსული ენა და მისი მშობლიურ ენად გადაქცევა და გაძლიერებულად სწავლება ბუნებრივია არ იქნება დადებითი თვისების მომცემი და ხასიათის მატარებელი. როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, კიდევ უფრო დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ სოხუმის რეჟიმმა რუსის სპეციალისტების დახმარებით 50 ქართველი პედაგოგი გადაამზადა. ამასთან მოხდა ქართულენოვანი კადრების რუსულენოვანი სპეციალისტებით ჩანაცვლება. სასწავლო წლის დაწყებისანავე ზოგიერთ სკოლებში ახლად დანიშნულმა დირექტორებმა ქართულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ქართულ და აფხაზურ ენებზე საუბარი აუკრძალეს და სკოლის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსულად საუბარი შეეძლებათ. მშობლები ამ ფაქტს აპროტესტებენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჩაიანის თქმით, მოსკოვის დავალებით გრძელდება აფხაზეთში რუსიფიკაციის პოლიტიკა, რასაც დროზე უნდა მოყვეს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირება. რუსული რა შუაშია? რატომ რუსულად? აფხაზეთის ტერიტორიაზე სწავლება რუსულად რატომ? მოხსნეს 11 სკოლის დირექტორი, ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებზედაც ყველანაირი დადებითი აქცენტები კეთდებოდა ღამე, მათ ბინებში ისწავლებოდა ღამე 3 საათზე, 4 საათზე დიდის ქართული ენის გაკვეთილები ინკოგნიტოდ. აი ეს ადამიანები მოაშორეს სკოლას. ყველა სკოლაში, რომელიც განთავისუფლდა დირექტორები, რომლებიც ქართულ ენას და ლიტერატურას საოცარი დიდი ენთუზიაზმით და ამაღლებული დონით ასწავლიდნენ, ამას შეინაცვლა ადამიანები, რომლებსაც რუსული განათლება აქვს მიღებული. ეს არ არის მარტო რუსიფიკაციის პოლიტიკა, ეს არის აფხაზიერის დაყოფის პოლიტიკა. საქართველოს ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოში საელჩოებში, ყველა ქვეყანაში უნდა დასვას ეს საკითხი, რომ აი ამას უნდა მივხედოთ. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებზე დასვამს. ეს საკითხი ჩვენთვისაც ცნობილია, თუმცა გემინდა გითხრათ, რომ ეს ცდილდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციას რაიმე რეაგირების მოხდენა ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით ფაქტიურად შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ აქტიურად უთანამშრომლობთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, რათა მათ ეს თემები წამოწიონ საერთაშორისო შეხვედრებზე და ჟენევის ფორმატში ინტენსიურად განიხილება ეს საკითხები და აღგვიდგეს მაქსიმალური მხარდაჭერა.